მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვან დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით, ანინას ყიდაშვილს კი 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დღეს გამოაცხადა. სასამართლომ ჩიქოვანი დამნაშავეცნო ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნასყიდაშვილი კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ზომა საბოლოოდ არასრულწლოვანთა კოდექსის შესაბამისად 1/4-ით შემცირდა. სასამართლომ ისინი დამნაშავედ 27 მაისის სხდომაზე ცნო, თუმცა სასჯელის ზომა მხოლოდ დღეს გამოაცხადა. აუდიო ჩანაწერი სასამართლოს სხდომიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება. სასამართლოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქმეში წარმოქმნილი კომუნიკაციის შინაარსი, რომელიც ასახავს ამთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების გულწრფელ დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ, ვინაიდან მათ მიერ ადამიანზე განსაკუთრებით მასწავლებელზე თავდასხმა აღიქმება ჩვეულებრივი მოვება. სანაკუთრებთან დაკავშირებით ის სასამართლო ხაზგასმით აღნიშნა, საქმეში წარმოქმნილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დგინდება გიგა ავალიანის მხრიდან რაიმე სახის ზედმეტი კომუნიკაციის არსებობა და სასამართლოს შეფასებით მასწავლებლისა და მოსწავლეს შორის არსებობს მდგომარეობას და ურთიერთ დამოკიდებულებას გასცდებული. აღნიშნავს, რომ მასწავლებლების მიზანი არ არის მხოლოდ სასჯელის დაწყება, არასრულწლოვანობა ნახოთ უნდა გააცნობიერონ მათი პასუხისმგებლობა და გამოწვევა შედეგები და გამიჩნდეს კანონის მიმართ დაპირისპირების ხსოვნება. გამოვაკლოთ სასამართლოს მიერ გასაზღვრული სასჯელი ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტას, არამედ წარმოადგენს შედეგებს და გაფრთხილებას. განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ ამგვარი კატეგორიის დანაშაულის ჩადენა იწვევს კანონის გათვალისწინებას, პასუხისმგებლობას და რომ ძალადობა არ არის თქვენი დღევანდელი უშიშარისი დიახ ნამდვილად სამართლია და ღირსეულად დაიცავთ, მართლაც გჯეროდეთ ღირსეული ახალგაზრდის ღირსება და საქართველოს მომავალი. მადლობა ამისთვის კი გავალელი დედისგან. ბედნიერად გეცხოვოთ, ხოტროდები. დემეტრე ჩიქოვანს უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წელი და 9 თვე დიღომში მომხდარი ძალადობის საქმეზე. შესაბამისად ის პენიტენციურ დაწესებულებაში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე, რომელთაც 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. პროკურატურის განცხადებით სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს. როგორც პროკურორი განმარტავს, 2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. პროკურატურის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ანინას ყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. 28 წლის მასწავლებელზე გიგა ავალიანზე არასრულწლოვნებმა თბილისში თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღე იცოცხლა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ამ საქმეზე უკვე 5 არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.